ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? თორე ხა ყველა მშობელი დიდ რესურსებს ხოლმე რა შვილის სწავლაში, განათლებაში, პროფესია თუ გაქვს ისე. უნივერსიტეტში ვსწავლობდი ისტორიულზე და ბიზნესის ადმინისტრირებაზე. მაგრამ დიპლომი არ ავიღე და თქვი რომ თუ სადმე დიპლომს მომთხოვენ, მეთქი ესე იგი ეს ინდიკატორია იმის რომ იქ არ უნდა ქნა არაფერი. დედაჩემსაც უთხარი რომ მეთქი ესე გადავწყვიტე და თან დედაჩემი იხდიდა ჩემი უნივერსიტეტის ფულს, მაგრამ მაინც ესე გაგებით შეხვდა. ოჯახიდან თავიდან ეგონათ რომ ძალიან დიდი რისკზე მივდიოდი, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებდი და ეგრევე full time იუთუბერობა დავიწყე და თან 2018-ში მაშინ XXG იყო. არც იყო არაფერი. და თან ეხავდა ვიდეოების გადაღება რა. ანუ ითვლებოდა რომ აი ვიდეოს რო იღებ სირცხვილია. ეხლა მე ვცხოვრობ ჩემს ოცნების სამყაროში. იმიტომ რომ იუთუბერობა ტეხავდა და მე ძალიან მევასებოდა რა, როგორც გავიაზრე, ეგრევე ძალიან დამევასა და ეხა იუთუბერობა ძალიან ფლექსია და ყველას უნდა. ეგ არის ის სამყარო, რომელიც მე მევასება, იმიტომ რომ ჩემი ოცნების რაღაცას ვაკეთებ და თან შემოსავლიანიც არის, რაღაც დიდი ფეიმიც არის, ფლექსიც არის და ბავშვებისთვის საყვარელი რაღაცაც არის და თან ამდენი ადამიანის უდიდესი სიყვარული არის და მაგარია ყველაფრით. ანუ იშოვება.